Ჩემრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას ქუთაისში ჩაატარებს იმ შემთხვევაშიც, რომ ამ დროისთვის არ მოესწროს შენობის დასრულება. ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოები 25 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს, თუმცა შესაძლოა პირველი პლენარული სხდომა უფრო ადრეც დაინიშნოს. მომავალი ვიცე-სპიკერის განცხადებით, პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე საუბარი ნაადრევია და თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადრება, ცვლილებას მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც უნდა დაუჭიროს. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მალე დაიწყება ბიუჯეტის განხილვა, ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები მომავალ პარლამენტში ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ კოალიცია 6 პარტიისგან შემდგარი, თუ კი მოახერხეთ 6 პარტიამ შევქმნათ 6 ფრაქცია, შევქმნით, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, ჩვენ ვიქნებით ერთ მონოლითად, ერთ კოალიციაში, ბუნებრივია, ერთ უმრავლესობაში ბიზნესა ივანიშვილის ხარდამჭერი ბუნებრივია და მთავრობის ხარდაჭერი. ნაციონალურ მოძრაობასთან არ მიმდინარეობს ამაზე კონსულტაციები, თუმცა რა თქმა უნდა, იქიდანაც შეიძლება გამოთქვას სურვილი მამანა და მამანა რომ გადმოვიდეს, სანამ ბიუჯეტს განვიხილავთ, ბუნებრივია უნდა შევიკრიბოთ, საკომიტეტო მოწმენები უნდა იყოს, მთელი პროცედურები ამისთვის საჭირო, ჩვენ არც ერთ ვადას და არც ერთ დროს არ დავარღვევთ და ამის მიხედვით ბუნებრივია იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც ბატონ ბიზნესს ქონდა გაჟღერებული, გადალაგდება ეს